ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გავლენა საფოსტო საკურიერო მომსახურების კომპანიებზე. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ წინა საახალწლო მოლოდინები ვერ გამართლდა. როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, შეკვეთების რაოდენობა შემცირდა და არ გამორიცხავენ, რომ ბიზნესი იანვრიდან კრიზისში აღმოჩნდეს. თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დეესკალაცია არ მოხდა, კომპანიების ნაწილი ბაზრიდან გასვლასაც არ გამორიცხავს. გიგა ბენია გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. გიგა, როგორია სექტორის პოზიცია? ელენე, თითქმის ერთი თვეა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. რუსთაველის გამზირსა და სხვადასხვა ქალაქში გამოსული მოქალაქეები ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მიმდინარე პროცესებმა კერძო სექტორზე გავლენა უკვე იქონია. კომპანიების დიდ ნაწილში აცხადებენ, რომ მათ გაყიდვები შეუმცირდათ. მოთხოვნის კლებამ კი გავლენა იქონია საფოსტო საკურიერო მომსახურების კომპანიებზე. მათ ნაწილში აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით საახალწლო განწყობა ნაკლებად შეინიშნება. მათი თქმით, მოქალაქეები პროდუქციის შეძენისგან თავს იკავებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ნივთების გამოწერაზე უარს არ ამბობენ, თუმცა როგორც კომპანიებში აცხადებენ, ეს ნაკადიც იანვრიდან შემცირდება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაუარესების შემთხვევაში, მაგალითად UPS-ში არ გამორიცხავენ, რომ კომპანიამ სამომავლოდ საქართველოს დატოვოს. ყველაზე მეტად აქტიური ჩვენ ბიზნესში არის ბოლო თვეები, რომელსაც შეადგენს პიკ სეზონი. მიმდინარე მოვლენებმა ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია. ქვეყანაში არსებული სიტუაცია არც ისე კარგ განწყობას ქმნის და ყველა მიმართულია იქითკენ, რომ პროცესებს დაელოდოს, რაღაცაზე თავი შეიკავოს, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მიწოდების ჭრილში. საგებია საქართველოს დატოვოს UPS-მა. თუ იმდენად რთული გახდა ოპერირება, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის მცირე ბაზრები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყოს. ბიზნეს ჯერ უჭირს პროცესები რიცხვებში შეაფასოს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ახალი წლის შემდეგ კომპანიების ნაწილს ოპერირება გაუჭირდება. როგორც ისინი აცხადებენ, ახალი წლიდან მოსახლეობის ნაწილი ფულის დაზოგვაზე გადავა, ნაწილის ფინანსური მდგომარეობა კი უფრო გაუარესდება. არ იქნება ადვილი გადარჩენა, შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იქნება ადვილი სამუშაო ადგილების შენარჩუნება და რანაირად ვინ როგორ მოახერხებს, ეხლა ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან რთული და მძიმე პერიოდი გველოდება. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმ პოლიტიკურ სტატუსს, რაც დღეს გვაქვს, თუ დავხუჭავთ თვალებს, თუ ვიტყვით იმას, რომ რუსთაველის გამზირზე 5000 კაცი დგას მხოლოდ, თუ ვიტყვით იმას, რომ არ გვჭირდება ევროპელი მეგობრები, თუ ვიტყვით, რომ არ გვჭირდება ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ნამდვილად სიღარიბე გვემუქრება. კერძო სექტორის სიტუაციის დეესკალაციას ითხოვს საფოსტო საკურიერო მომსახურების კომპანიებში, ისევე როგორც 2300-ზე მეტი ბიზნესი ახალ არჩევნებსა და პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მადლობა, ჩემი კოლეგა გიგა ბენია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.